მოდით ნახოთ მეგობრებო, რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. ნახოთ აბა, რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. და პირველ რიგში ეს არის ნაყოფიერობა. ბევრი თქვენგანისთვის აქ რეზონირდება როგორც ზოგადად ნაყოფიერობის ენერგია, სადაც ყოველი თქვენი შრომა, ყოველი თქვენი ყურადღება, ყოველი თქვენი კონცენტრაცია იქნება მაქსიმალურად ნაყოფიერი. სიტყვაზე ვთქვათ, თუ თქვენ იმუშავებთ საკუთარ თავზე, ესწრებით რაღაც ახალი ისწავლოთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ორმაგად უფრო ნაყოფიერი, ხო? ასევე ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგი თქვენგანისთვის აქ რეზონირდება როგორც რაღაც მოულოდნელი ორსულობა თქვენი ან თქვენი ახლობლისა, მაგალითად თქვენი მეუღლისა, ხო? და ნახეთ, აქ ასევე მოდის ასეთი ენერგიები, სადაც თქვენ შეძლებთ რომ დააბრკოლოთ რაღაც თქვენი ნეგატიური ფიქრები, რაღაც თქვენი ნეგატიური აზრები, შფოთვები. ერთადერთი მაქსიმალურად ფრთხილად იყავით ენერგეტიკულ ქურდობასთან, ფრთხილად იყავით იმასთან, თუ ვის რა სახის ინფორმაციას უზიარებთ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ დიდი შანსია ვიღაცა მოიპაროს თქვენი ინფორმაცია, ან ზოგადად დაუშვათ მოსაპარი ინფორმაცია არ იყოს, მაგრამ ვიღაცას გაუზიარებთ რომ ძალიან კარგად ხართ, ხო? რაღაც კარგი ამბავი თქვენი რეალობიდან. ძალიან დიდი შანსია აქ თვალი იყოს ან რაღაც მსგავსი, ამიტომაც ყურადღებით. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. რა მოულოდნელი ცვლილებები ახლოვდება. კვერთხების მეფე. მამაკაცები, ვინც მიყურებთ, თქვენს შემთხვევაში აქ იქნება აუცილებლად კარიერული ზრდა, კარიერული წინსვლა და ასევე იქნება აუცილებლად სტატუსის, რეპუტაციის გაუმჯობესება და წინსვლა. ხოლო რაც შეეხება ქალბატონებს, ქალბატონებო, ბევრი თქვენგანის შემთხვევაში აქ იქნება თქვენი მამაკაცის, ანუ თქვენი პარტნიორის, მეუღლის ან შეყვარებულის კარიერული წინსვლა და ზრდა. და ზოგადად აბსოლუტურად ყველას ეხება, ფინანსებს რაც შეეხება, რაღაც თქვენი ფინანსებით კმაყოფილობა. ეს შეიძლება იყოს როგორც ფინანსურ კარიერული ზრდა, ასევე ზოგადად მისით ტკბობა, როდესაც თქვენ გრძნობთ თავს თავდაჯერებულად, ხო? მაგრამ რატომღაც მგონია, რომ რაღაც მოულოდნელი ფინანსური ენერგია აუცილებლად მოვა თქვენკენ. შესაძლოა საჩუქრის მეშვეობით მოვიდეს. ერთადერთი გირჩევდით იმას, რომ აუცილებლად მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, ძილს, იმიტომ რომ ცოტა გადაღრილ ემოციებს და გადაღრილ გონებას ვუყურებ. დავამატოთ არკანები კიდევ და ვნახოთ რა მოულოდნელი ცვლილებები ახლოვდება. ხო, აუცილებლად დაასვენეთ თქვენი აზრები, იმიტომ რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო ნეგატიურ ფიქრებში გადადიხართ, თითქოს თქვენთვისვე გაუაზრებლად და სხვა დანარჩენს, რაც შეეხება, თქვენ აუცილებლად დატოვებთ თქვენთვის რაღაც არასასიამოვნო გარემოს, არასასიამოვნო სიტუაციებს და გირჩევდით იმას, რომ მეტი სიმკაცრე გამოიჩინოთ ადამიანების მიმართ, სადღაც მეტი სიუხეშეც კი. რა თქმა უნდა, ის იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაბოროტდეთ, უბრალოდ მეტად მკაცრი იყავით და მეტად მკაცრად დაიცავით თქვენი პირადი საზღურები და თქვენი პირადი სივრცე.